გამარჯობა. დღეს ოთხშაბათია, ტრადიციულად გადაცემის ფაქტი მოვლენა კომენტარი, ანალიტიკური საუბრები დემურ გიორხელიძესთან ერთად. კითხვებზე პასუხის დღეა, მე არ დავარღვევ ამ ტრადიციას უკვე ჩამოყალიბებულს, მართალია ხანმოკლეს, მაგრამ მინდა გარკვეული შენიშვნები გავაკეთო იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ხდება. ხვალმე უფრო დეტალურად ვისაუბრებ ამ მიმდინარე პროცესებზე, ქვეყნის შიგნით ძირითადად, შაბათს კი გვექნება ჩვეულებრივ ანალიტიკური გადაცემა. რამდენი ხანია წერ, ამას მე ჩემი წარმოჩენისთვის და რაღაც ესე იგი, აი რა სწორად ამასთვის არ ვსაუბრობ, მე ღმერთო დამეპარე. მოურიდებლად ძალიან აგრესიული დამოკიდებულების პირობებში, გარკვეული პიროვნებებიდან აქედან იქედან რა მნიშვნელობა ორი ერთნაირად მოწამლული ხალხია, გინდ კოცია იღეთ, გინდ ნაცია იღეთ. ვამბობ, რომ ქვეყანა ჩაძირულია კორუფციის ჭაობში. ერთ-ერთი პირველი, ვინც საუბრობდა, რომ ხელისუფლება უბრალოდ კორუფციაშია და მეორე თემა. საქართველო გადაქცეულია სამრეცხაოდ. ფულის რეცხვის უკანონოდ მოპოვებული მსოფლიოში ფულის სამრეცხაოდ და ამას აქვს კოლოსალური მასშტაბები. დაჭერილია მინისტრი, კიდე დაიჭერენ ვიღაცებს, თავისიანებს იჭერენ უკვე რაღაც არალეგალურ საწარმოებისთვის და ასე შემდეგ, ეს მისი ხალხია, მაგრამ როგორც ჩანს სხვა დაჯგუფებებს ეკუთვნის, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება და მეისრე დაიჭერეს ვიღაცას ერთი საცოდავი გადამცვლელი პუნქტი ქონდა და თურმე 600 მილიონზე მეტი დოლარი გაათეთრა და გასაგებია ასეთი ზღაპრების ვინმეს თუ ჯერა შეუძლია დაიჯეროს, მაგრამ ფაქტი ერთია, მე ამითი მხოლოდ ერთი რამე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, მაშინ როდესაც არ არის ჩამოყალიბებული ასეთი განწყობები, მაშინ როდესაც ხალხს ძალიან დიდი ილუზია აქვს საკუთარ ხელისუფლებაზე, რომელიც უყვარს, ბელადი განსაკუთრებით უყვარდა და უყვარს. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც ქვეყნისთვის არის უბედურება და ეს ყველაფერი საუბედუროდ ნეტაი მე ვიყო მტყვანი, მაშინ გასაგებია, რომ არასწორად მოსაუბრე კაცი საჯარო პირი არ უნდა იყოს და სიამოვნებით გავიდოდი საჯარო სფეროდან, მაგრამ ასე არ არის. ჩვენ ძალიან საშიში მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეთ. ფაქტია. კიდე გეუბნებით, კარგად დაუკვირდით რაზეა საუბარი. საქართველო დღევანდელი ხელისუფლების, წინა ხელისუფლების და ასე შემდეგ გადაქცეულია პროსტიტუციის, შავი ფულის რეცხვის, კონტრაბანდის, ნარკოტიკების სამოთხედ, არაფერს ვამბობ იქ ბორდელებზე და ასე შემდეგ. და მეც იმიტომ ვსაუბრობ, რომ ეს ქართული ბუნებისთვის არ არის სახელმწიფოს დონეზე არ არის მისაღები, არ არის ასეთი დამოკიდებულება მისაღები და საღმა ქართველებმა ცოტა სხვა რამეებზე უნდა იფიქრონ და აი აქედან კონტექსტიდან გამომდინარე მე დავიწყებ პირველ კითხვას. მოდი წავიკითხავ, რომ არ კითხვა ასეთია. ნაცი ქოჩის ძახილით მდგომარეობა არ გამოსწორდება. ფაქტია, ალტერნატიული მმართველი ძალა არ ჩანს ამ დრომდე, აშკარად. ერთ ნაწილს არ მოსწონს არსებული ხელისუფლება, მეორე ნაწილს არ მოსწონს მთელი ოპოსპექტრი, NGO-ები და დამპალი წარსული პოლიტიკასთან მშენებლობაში მყოფი პირები. და შემდეგ ისმის კითხვა, ვისაც შეგნებულად და გააზრებულად არ მოსწონს არც წარსული და არც ახალანდელი პოლიტიკური მდგომარეობა, რა უნდა ქნას, ვის უნდა გამოუცხადოს ნდობა.
ერთი შეხედვით ეს ტრადიციულად ჩამოყალიბებული კითხვა არ არის. აქ ფაქტიურად ადამიანის პოზიცია, რა თქმა უნდა, ძალიან მცდარი პოზიცია, მაგრამ ის აყალიბებს კითხვებს და რა კი ეს მასობრივად არის, ეს შეცდომა. მე ვალდებული ვარ ვუპასუხო, იმიტომ რომ ეს არის სერიოზული დაბნეულობა ქვეყანაში პირველი. სად არის შეცდომა? კაც აქვს პოზიცია. არსებულ მდგომარეობას და აღწევულ ხელისუფლებას არ აქვს ალტერნატივა. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ რაც ჩამოვთვალე, ის რომ ქვეყანა შეტანილია მომაკვდავი ერების სიაში და დაგიწერა გაეროს შესაბამისმა სტრუქტურამ 2050 წლის, მაგრამ 2032 წლის გადმოიტანეს. რატო? 7-8 წლის შემდეგ საქართველო იქნება ეროვნულ უმცირესობაში და ეს ქვეყანა ქართველებისთვის დაკარგული იქნება. ესე იგი, ამას ალტერნატივა არ აქვს. მეორე, იმ საშინელ მიგრაციას, როცა ხალხი გადის ქვეყნიდან, თურმე ნორმალურია და ამას ალტერნატივა არ აქვს. ამნაირ ხელისუფლებას ალტერნატივა არ აქვს, რა დიდებულია, ხო სწორია? მეორე, მესამე. ის რომ 835,000-ზე მეტი მიგრანტი ყავს შემოყვანილი და ამაზე დიდი ფული აქვს გაკეთებული, ამას ალტერნატივა არ აქვს, ხო სწორია? შემდეგ, მეოთხე. ვიღაცას არ მოწონს ხელისუფლება, ვიღაცას არ მოწონს იქეთ. გასაგებია, იქეთ შავი შეფასება, ხელისუფლებასთან არა შეფასება. ესე იგი, ამ მდგომარეობას ალტერნატივა არ აქვს. ქვეყანაში მეტი არაბინ არ არის, არაფერი არ არის, არის ხელისუფლება და აქ არის საზღარი ვიღაც საზღვარგარეთიდან მართული ოპოზიცია, ამიტომ ხელისუფლება უალტერნატივოა და ჩვენ რა ეშველება ამას? აბა რაზე ვსაუბრობ? ამას ეშველება ძალიან მარტივი რამ. ხაზს უსვამ, თუ ამ მდგომარეობას ალტერნატივა არ არის, ქართველებმა დაიმშვიდობეთ ამ ქვეყანას. თუ ეს ხელისუფლება უალტერნატივოა, მაშინ ორმაგად ეს ქვეყანა, ეს ხალხი ღირსი არაა მომავლისა, რომ მის წიაღში მას ბელადის მატარებელს მოყოლილი ბალასტის გარდა ხაზს უსვამ. საქართველოში მერამდენე ბელადმა მოიყვანა ხელისუფლებაში ხალხი უბედურების შემდეგ, როდესაც მოხდა გადატრიალება, ყველა ისინი დალექილია, ეს ერთი ხელისუფლება, ეს არის შევარდნაძის პერიოდი და შევარდნაძის ხელისუფლებები, სულისკვეთება, დამოკიდებულება ქვეყნისადმი და საუბარი იმაზე, რომ ამ მარიონეტებს, რომლებიც ბელადი არაფორმალური მართველი, ამაზე ცალკე ჰქონდა საუბარი, აღარ გავაგრძელებ. ამ სიტუაციას თურმე არაფორმალურ მმართველობას არ აქვს ალტერნატივა. ის რომ მთავრობა არაფერს არ წარმოადგენს, პარლამენტი არაფერს არ წარმოადგენს, სასამართლო არაფერს არ აქვს ალტერნატივა. აქვს ალტერნატივა. ეს ალტერნატივა დევს იმ ხელუხლებელ პოზიციაში, რომელსაც ქვია მარტივი რამ. დღევანდელი თაობები არ წარმოადგენენ ეგრეთ წოდებულ ტერმინალურ თაობებს, ანუ ბოლო თაობებს, რომლის იქეთაც არაფერი არ არის. ალტერნატივა ამ ყველაფერს აქვს იმაში, რომ ქართული ფანტასტიკური კულტურა, ეს საოცარი ქვეყანა, ქართველების ქვეყანა, მე ქართველებში გულისხმობ ყველას, ვინც ჩვენი ორგანული ნაწილი ეთნიკურად განსხვავებული იყოს თუ ვიდათ. თუ შიგნით პრობლემები გვაქვს, ეს მხოლოდ ქართველების ბრალია და არა აზერბაიჯანელების, არა სომხების, არა სხვა ვინმეების. ეს სხვა თემაა, ეხლა არ ვეხებ. რა კი ჩვენ იმდენად გონიერები ვართ, რომ მემკვიდრეობებთან გვინდა ჩვენ დღევანდელმა თაობებმა რაც შეგვიძლია გავაკეთოთ და განვავითაროთ და მომავალ თაობებს გადავცეთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ფიქრობთ, რომ სხვა დროში ეს ჩვენი წიაღში აზრდილი ხალხი უკეთესად მოულის ამ ქვეყანას. ეს არის განვითარება, ეს არის აღმავალი ტრაექტორია, თუმცა ტრაექტორია ამოდის შენი ფუძიდან და არა
30 წლის წინ თავს მოხვეული თახსირი იდეოლოგიიდან, რომელსაც ევროპული ორიენტაცია უწოდეს, სრულიად შემთხვევით, არაფერი კავშირი ამას ევროპულ ორიენტაციასთან არ აქვს. ეს არის ის იდეოლოგია, რომელიც ჩვენ დაუმარხეთ რამდენი წლის უკან, სულ ცოტა 80 წლიდან 120 წლამდე. ეს ჩვენ გავიარეთ, ბევრი მსხვერპლიც გავიღეთ, მაგრამ ის იდეოლოგია, ბრძოლა ორ მხარეს შორის, კარგი, ცუდი, რომელი იყო, არ ვარჩევ ამას, რომელსაც ბევრი ადამიანი შეეწირა, დღეს, ის ტროცკიზმი, რომელიც საქართველოს ყოველთვის იყო ტროცკიზმის ბუდე, ამიტომ განიცადა მან სერიოზული, არავინ არ მოუკლავთ იმის გამო, რომ რეჟისორი იყო, რაღაც კომპოზიტორი იყო, თუ ნებისმიერის გამორიცხულია. ისინი მონაწილეობდნენ ბრძოლაში და ერთმა მხარემ უბრალოდ მოერია მათ. ხას უსვამ, მე არ ვსაუბრობ ვინაა კარგი, ვინაა ცუდი. იგივე დაბრუნდა უკვე 2000-იან წლებში, რომელსაც ქვია ნეოლიბერალიზმი, რომელიც არის თანამედროვე ნეოტროცკიზმი. ესე იგი, ამ ყველაფერს ალტერნატივა აქვს. რა უნდა ქანას ქართველმა, ვისაც არც ერთი მოწონს, არც მეორე, ვის დაეყრდნოს. როდესაც კრიზისული სიტუაცია და ასპარეზზე, პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოსული ხალხი ვერ აკმაყოფილებს იმას, რაც მე გითხარით, თავარი რა არის? განვითარებას, სტაბილურობას, ქვეყნის უსაფრთხოებას, მემკვიდრეობითობის გარანტირებულ გადაცემას, იმედად ყოფნა, რომ ვინმე გამოჩნდება, არის უდიდესი შეცდომა. ვის დავეყრდნო? თავისთავად არის მცდარი კითხვა, იმიტომ რომ სანამ შენ მოქმედებაში არ შეხვალ, შენ არავის არ უნდა. გონიერი კაცი არ შეიძლება ვინმეს ეყრდნობოდეს, თუ იგი ვინმესთან ერთად არ არის მოქმედი. ამიტომ შეიქმნა ქართველთა დიდი გაერთიანება, აბსოლუტურად არა პარტია, არა მოძრაობა, ქართველების უბრალო გაერთიანება, რომელიც ყველა საქართველოს აუცილებლად მოუყრის თავს, სხვა გზა არ არსებობს და შემდეგ უკვე ძალად ქცეული ქართველები დაჯდებიან და მოილაპარაკებენ რა გზით გაგრძელდეს ეს ყველაფერი. ხას უსვამ, ალტერნატივა ყოველთვის არის ქვეყანაში. თუ შენ ეგუები უალტერნატივობას, თუ შენ მიდიხარ არჩევნებზე და ცუდსა და უარეს შორის ირჩევ ნაკლებად ცუდს, არა უარეს, არამედ ცუდს, შენ უკვე დამნაშავე ხარ შენი ქვეყნის წინაშე, შენ მოქალაქე არ ხარ, ვერ იქეცი აზროვნებით სახელმწიფო მოქალაქედ, შენ აღარც გულიანი ქართველი ხარ, რომელიც როგორ შეიძლება ქართულ კულტურაში აღზრდილი კაცი მიდიოდე არჩევნებზე, თუ ამ კულტურის მადლი ცხია, ხას უსვამ. აპრიორი არაფერი არ არის გარანტირებული. ქართულ გარემოში გაზდა სულაც არ ნიშნავს, რომ შენ შეგნებული, უშიშარი, მებრძოლი, და შემართული ქართველი იქნები. არა, შენ შეიძლება იყო მიშისტი, ბიძინისტი, ვიღაცისტი წახვიდე და შევარდნაძეს დაუჩოქო და ასე შემდეგ და ესე იგი, აქ აცილებასთან აგვაქვს საქმე. ალტერნატივა არის ყოველთვის. ალტერნატივას ქმნიან საღი ქართველები, რომლებიც არ შედიან ამ მახინ სისტემაში და ქმნიან კონტრელიტას. კონტრელიტას მე ვგულისხმობ სოციოლოგიური გაგებით. ელიტა არის არა ის ხალხს, რომ წარმოდგენები აქვს ვიღაც პრივილეგირებული, არა, სოციოლოგიაში ეს არის აქტიური ინტერესთა ჯგუფები. აი სწორედ ასეთ ინტერესთა ჯგუფს წარმოადგენს ქართველთა დიდი გაერთიანება, რომელიც ყველა ქართველს უკვე თხოვს, მოუწოდებს, თუმცა მოწოდება რა თუნდა. ეს ქვეყანა, ეს ფანტასტიკური ქვეყანა, ეს ფანტასტიკური კულტურა რომ არ დაიკარგოს, დავდგეთ ერთად. მე არა ვარ თქვენი უფროსი, არც დათო ჭაბუკაშვილია თქვენი უფროსი, არც ზაქარია როჭიკაშვილი, არც გიგლა გობერჩია, ჩვენ ვართ ნაწილი იმ საღი ქართველებისა,
რომლებიც მზად არიან ამ ქვეყნის გვერდით იდგნენ, გააკეთონ ყველაფერი, ჩვენ ავიღეთ ჩვენ თავზე კოლოსალური პასუხისგებლობა, დიახ, საუბარია კონტრელიტის შექმნაზე. ანუ სისტემის გარეთ მყოფი საღი ქართველების შეკრებაზე. მე ხშირად მესმის, რომ აი თქვენ ძალიან ხისტად ლაპარაკობთ და ქართველების გაერთიანება. მე საღი და გულიანი ქართველების გაერთიანება მინდა, თორე მიშისტი და ბიზნესისტი ქართველები სად წერია საერთოდ ქართველებში. სხვადასხვა რამეზე ვსაუბრობ. ამიტომ ამ ტიპის ხალხს კარგად უნდა იცოდეთ, რომ ეს ქვეყანა კრიზისიდან რო გამოვა, ყველაზე რთული დრო მერე დაუდგებათ მათ. არავინ არ აპატიებს იმას, რომ ისინი ქვეყნის დაქცევის პროცესში აქტიურად იდგნენ ყველა იმ ძალის გვერდით, რომელიც აქცევდა ამ ქვეყანას. ამიტომ კონტრელიტა ქართველების ის გაერთიანება, რომელიც საღად მშვიდად ცივი გონებით წონის ერთად დგომასაც შეძლებს, იმიტომ უნერგავენ ქართველებს, რომ თქვენ ვერასდროს ვერ მონახავთ საერთოდ ენას, რა თქვენ ვერ მონახავთ. როგორ შეიძლება საღი კაცი საღკაცთან საერთო ენას ვერ პოულობდეს. ესე იგი ეს ჩანერგილი ეს ტოტალიტარიზმიდან მოსული და იმ ტოტალიზმზე უარესი ტოტალიტარიზმი, რასაც ნეოლიბერალიზმი ქვია, მოტყუებული ახალგაზრდობა და სიტუაციები, რომელსაც ხელისუფლება ვერ არეგულირებს. ამიტომ ამ ბარდაკს, რაც დღეს საქართველოში პოლიტიკურ ასპარეზზე ხდება, ალტერნატივა თუ არა აქვს, კი ბატონო, ისიამოვნეთ, მაშინ, მაგრამ მე არ ვეგუები ამას, ჩემნაირები არ ეგუებიან ამას. ჩვენ კარგები ვართ, ცუდები ვართ, ჩვენ საუბრობთ მხოლოდ ამ ქვეყნის გვერდით დგომაზე, ვისაც ეს არ მოწონს, რაკენით იცი, ორი აგური აიღეთ თავში და ერთი თავში იხლიჩეთ, მეორე კიდევ მეორეჯერ იხლიჩეთ თავში. ამიტომ ეს მაინც გაკეთდება, ყველა ვარიანტში გაკეთდება, და ეს ქვეყანა დაიკარგება. ესე იგი ალტერნატივა არის. ეს პოზიციები არის აბსოლუტურად მცდარი თავიდან ბოლომდე, საშიში და ძალიან კარგი კაცია, მე კიდე გეუბნებით, ეს არ არის ერთი კაცის კითხვა და ეს არ არის ერთი კაცის პოზიცია. მან ფაქტიურად პოზიცია დააფიქსირა. ეს არის საკმაოდ ბევრი ადამიანის, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. როდესაც შენი თავის არ გწამს, როდესაც შენი თავის არ გჯერა, შენ მიდიხარ იქამდე, რომ აი ამას ალტერნატივა არ აქვს. არ მინდა ახლა მეტი შეფასება გავაკეთო, იმიტომ რომ ძალიან ხისტი უნდა გავაკეთო, არა და კარგი კაცია, აშკარად და მე პატივისცემით უპასუხე მას და ყველა იმას, ვინც ასე ფიქრობს. დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, სერიოზული კითხვა იყო. მეორე ძალიან გამოცდილმა და ასაკოვანმა კაცმა დაწერა. სახელმწიფო აზროვნება გვაკლია, რადგან სახელმწიფოში არ გვიცხოვრია. ამიტომ განათლებაში მოვიკოჭლებთ. ეს ჩვენი ბრალიცაა. ბიძინამ სამასი წელი ხო არ იცხოვრებსო და მე რა მოხდება? აი მის შემდეგ რა მოხდება? ნახეთ, რა კარგად დასმული კითხვა. პირველი, როდესაც საქართველოს 90-იან წლებში ჩაუვარდა საკუთარი სახელმწიფო ხელში, უდიდესი გეოპოლიტიკური, აი ტექტონიკური ძვრების შემდეგ დაიშალა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი იმპერია, ძალიან ძლიერი სამხედრო დაშალეს, უბრალოდ ჩიგნიდან და ქართველები ცხოვრობდნენ იმ იმპერიაში, მაგრამ ვერაფერს ვერ მიხვდნენ აქედან. ჩვენ გვინდოდა დასავლეთი და გვინდოდა სწორად, იმიტომ რომ ჩვენ ხედავდით, რომ იქეთ უკეთესად იყო ყველაფერი ორგანიზებული. ქართველებს უნდოდა ისეთი ქვეყანა, ისეთი ცხოვრება, მაგრამ არაფრით არ დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ისეთი ქვეყნის აგება. 90-იანებში მე ყველაფრის მომსწრე ვარ და მე ღიად გეუბნები, ძალიან კრიტიკულად.
გონება ანთებული, ძალიან განათლებული ახალგაზრდები, არაახალგაზრდები საშუალო უფროსთა გარბოდნენ თბილისის უნივერსიტეტში ლექციების, ცნობილი ადამიანების ლექციების მოსასმენად და ეს ადამიანები იყვნენ აბსოლუტურად დილეტანტები. წაიკითხეთ მათი ლექციები. ან ვისაც ისმენდით. ეს იყო კომპლექსიანი, ეს არ იყო შემთხვევითი სტიქიური ლექციები, ეს სხვა თემა არის, მაგრამ ის იყო აბსოლუტურად ძერელი. არავინ არ საუბრობდა, იმიტომ რომ ამ ხალხმა, ვინც იქ ლექციებს კითხულობდა, არ იცოდა რა იყო საჭირო, რომ უზარმაზარი ტრანსფორმაცია გაკეთებულიყო. ამიტომ წელწადნახევარში ყველაფერი დაინგრა, ქვეყანა გაიძარცვა, როცა დღეს საქართველო უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა, ამაზეც ბევრჯერ ვისაუბრე. დიახ, ჩვენ გვჭირდებოდა ძალიან პრაგმატული რამ, დასავლური სახელმწიფო მოდელის გამოღება და სახელმწიფოში თამაშის წესების გადმოღება. ჩვენ ეს თუ იყო გასაკეთებელი, ისიც არ ვიცოდით. მე არ ვამბობ იმას, რომ ერთხელ თქვი, რომ იყო ხალხი, რომლებსაც უნდოდა კოორდინაცია, ძალიან კარგ რაღაცებს წერდნენ, მათ შორის მეც წერდი 86 წლიდან, როგორ უნდა მოხდეს ტრანსფორმაცია, მაგრამ ამაზე საუბარი არავის არ სურდა, მაშინ ყველა იყო შეპყრობილი უბედურებით. დიახ, ჩვენ არ წამოვიღეთ ის, რაც წამოსაღები იყო, დემაგოგიაში, დილეტანტიზმში და უპახისრუხისგებლობაში ჩავაქრეთ ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩავაქრეთ, მაგრამ ვერ მოვსპეთ, კიდე გეუბნებით და რა თქმა უნდა, აქ იყო ზოგადად პროფესიული განათლების და პროფესიული პასუხისგებლობის დეფიციტი, არანორმალური დეფიციტი. ხაზს უსვამ. პროფესიონალიზმი არის ერთი რამ. ორი კომპონენტისგან შედგება. პროფესიონალიზმი არის პროფესიული წესიერება და სამოქალაქო პასუხისგებლობა. თუ შენ შემოდიხარ იმ საქმეში, რომელსაც არ ახარ დაუფლებული პროფესიულ დონეზე, ანუ არიცი ადან ჰოემდე, დღევანდელ ჰოემდე ყველაფერი ამ საქმეში, არა გაგცოდნა, წლობით რეფლექსია არ ქონია, გაგიაზრებინა ეს ყველაფერი, შენ პროფესიულად დილეტანტი ხარ და სამოქალაქო თვალსაზრისით უპასუხისგებლო ადამიანი. სწორედ ამ ორმა რამემ დაანგრია საქართველოს მომავალი. საქართველოში ერთადერთი პერიოდი იყო, როცა განათლების დაუფლება შეიძლებოდა ძალიან მაღალ დონეზე. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, მერაბ კოსტავას სტატია ნახეთ. ცნობილი სტატია, რომელიც აბსოლუტურად ზუსტად, ეხლა კაცს ისეთი ცხოვრება ქონდა გადატანილი, იმას არ დაენახა უღრმესი პლასტები, როგორ შეიძლებოდა თან რანაირი სისასტიკის გარემოში გაატარა თითქმის 10 წელი, ხო? მან შესანიშნავად დაწერა. ისტორიაში პირველად ქართველს მიეცა საშუალება დაუფლებოდა უმაღლესი დონის განათლება. აბსოლუტურად ზუსტია ისტორიულად ქართველები იმ ბაგრატიონებმა დაახრჩვეს გაუნათლებლობაში. პირველი სკოლა, საჯარო სკოლა 1824 წელს იყო მგონი რომ გაიხსნა. ეხლა რაღაც საეკლესიო სკოლები, მაგ კიდე გეუბნებით. საეკლესიო სკოლა ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს იმას, რასაც საგანმანათლებლო სისტემა ქვია. და აქ მე ერთხელ, როდესაც მე ამ სფეროდან ამ სფეროში გაზრდილი კაცი ვარ და ბუნებრივია ისტორიულად ყველაფერი მაინტერესებდა. როცა მე წლების წინ წამოვწიე საკითხი განათლების პრობლემა საქართველოში და მიუთითე ევროპის მაგალითზე. მე მაქვს წაკითხული ძალიან კარგი მონოგრაფიები,
შუა საუკუნეების ევროპაზე, როგორი იყო განათლება, ის აბელარები, ვიღაცები, ძალიან მაგრები, მაგრამ ისინი სქოლასტიკაზე ვერ სცილდებოდნენ, მათ არ ჰქონდათ საკვები. და როდესაც ესპანეთიდან მავრები იქნენ განდევნილი, ტოლედო ეს იყო ფანტასტიკური ცენტრი კულტურისა, რომლის ბიბლიოთეკაში 500,000 წიგნი იყო, მთელი ევროპის ინტელექტუალები დაიძრნენ ტოლედოსაკენ. იმდენად შიმშილი იყო, ეს არის დასავლური ყველაზე მთავარი მომენტი, რომელიც ჩვენ კარგად ვერ გავ. იმდენად იყო ცოდნის დაუფლების შიმშილი, იმდენად იყო დიდი სურვილი და იქ ტოლედოში მათ ნახეს ის, რამაც შეცვალა დასავლური ცივილიზაცია. იმიტომ რომ იქ ნახეს არაბების თარგმნილი მთელი ეს ბერძნული გამაოგნებელი კლასიკური ფილოსოფია და რა ვიცი თუ რაიმე იყო ყველაფერი. შემდეგ ეს წიგნები ყველაფერი ინკვიზიციამ დაწვა. ეს სხვა თემა არ მინდა ახლა და მე მაშინ თქვი, ევროპული უნივერსიტეტები ეს არის არაბული მოდელი, ქალაქის მერები და ქალაქის მუნიციპალურები ეს არის არაბული მოდელი და უამრავი სხვა რამ. ამაზე მე სპეციალური ესე მაქვს დაწერილი და მე დავსვი კითხვა. კი, მაგრამ ევროპელებზე სულ ცოტა 300 წლით ადრე ჩვენ დავიჯახეთ არაბებს. და მე დავსვი კითხვა, რატომ ვერაფერი ვერ დავინახეთ და ვერ წამოვიღეთ არაბებისგან, არაბული კულტურისგან, მაშინ როცა არაბული კულტურა დასავლური კულტურის საყრდენი იყო, რომლითაც ის ამოვიდა იმ წარმატებამდე, რომელიც შემდეგ რომ ვიტყვენ აღორძინების ეპოქიდან და ასე შემდეგ მოვიდა იმამდე, სანამ 30 წლის უკან ნეოლიბერალური ტროცკიზმით არ მოახშჩვეს და ევროპას ხედავთ თქვენ, არაფერი ევროპული მაშინა. იცით რა დამიწერა ზოგიერთმა გონება აშლილმა? ერთხელ დავწერე ქალბატონებზე და არ გეკადრებოდო, მეკადრება, როდესაც საქმეზე ვსაუბრობთ, ქალი და კაცი არ არსებობს. როცა პროფესიულ თემებზე ვსაუბრობთ, სქესში განხრა. რა თქმა უნდა, მე უნდა დავიცვა ყველაფერი და ერთმა ქალბატონმა სუნიანი არაბებისგან რა უნდა გვესწავლა ჩვენო ორი აკადემია გქონდაო და ასე შემდეგ. ეს არის დემაგოგია, ეს არის ბნელი დემაგოგია და ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს. ჩვენ ვერაფერი ვერ დავინახეთ, არაფერი არ წამოვიღეთ და სკოლა მაშინ როდესაც ამ ტალღის შემდეგ მე-13 საუკუნეში ევროპაში დაიწყო საზოგადოებრივი მოძრაობა საშუალო განათლების სისტემის შესაქმნელად და მე-13 საუკუნეში ევროპელებმა სწორედ ამ გავლენების შემდეგ შექმნეს საშუალო განათლება. 500 წლის მერე სხვამ გაგვიხსნა სკოლა. აბსოლუტურად სწორია ეს ბატონი, რომელმაც ეს კითხვა-პასუხი ფაქტიურად თავადვე ჩამოყალიბა. რას ფიქრობს? ბიზნეს გონია? დიახ, ბიზნეს მართლა გონია, რომ ის უკვდავია, მაგრამ მე ახლა გამოდივარ ბიზნეს თემა ნაკლებად მაინტერესებს და შესანიშნავად დაწერა. 300 წელი ხო რიცხო, მე რა იქნება? ახლა მე გეკითხებით ყველა იმ ბიზნეს აი არ არიან ეს ხალხი, რა ვქნათ? რა ვქნათ გეკითხები, ახლა უპატრონოდ დავრჩით და ჩვენც ჩავყვეთ ამათ სამარეში, ხო? ანუ ვიყოთ აბსოლუტურად ბნელი ადამიანები, ამიტომ თუ ძალაუფლებამ, ფულმა და ასე შემდეგ ადამიანი გაიყვანა საღი კოორდინატთა სისტემიდან, ჩვენ უფლება არა გვაქვს მივზდიოთ მას, აღფრთოვანებულიყოთ მითი და ჩვენი მომავლის პასუხი უნდა ვეძიოთ ჩვენ კულტურაში, რადგან კრიზისულ სიტუაციებში ქართული კულტურა შენ გეუბნება როგორი მიმართულებით იმოძრავ. ქართული კულტურა ეს არის მონაცემთა ბაზა,
სადაც საუკუნეების განმავლობაში გაფილტრული ინფორმაცია დევს და ეს ინფორმაცია დაგროვილია თავისი დროის უდიდეს ცივილიზაციებთან შეჯახების გზით, მაგრამ ჩვენს წინაპარს ჰქონდა საოცარი ალღო და გონიერება. ის ფილტრავდა ამას, ჯებირი ჰქონდა ჩაყენებული, რაც საუკეთესო იყო და ქართულ კულტურაში უამრავი გავლენაა, იგივე სპარსებისა, იგივე არაბებისა, იგივე ოსმალებისა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი დამყნილი იქნა ქართულ ბუძეზე და არა ბოლო 30 წელი რაც ხდება ქართული კულტურის იგნორირება და ამ გამოთაყვანებული ნაგავის ამ ნეოლიბერალიზმით გათახსირებული ხალხის, რომელიც დღეს სახელმწიფოს უზარმაზარ საფრთხეს უქმნის, თუმცა ხელისუფლება ისეთია, ამას არ შეუქმნა პრობლემები, თავისთავად გაუგებარი იქნება, ხო? აი, ჩვენი პრობლემა. არის გამოსავალი, არის ქართველი ახალგაზრდები, არის ფანტასტიურად გონება გახსნილი ახალგაზრდები. განათლება, მეცნიერება, სახელმწიფოს დალაგება, თამაშის წესების შეთანხმება, ასთა სხვადასხვაობა, ოღონდ თამაშის წესების ფარგლებში ჩვენი ქვეყანაა ეს, ჩვენი სახელმწიფო, ამიტომ შენ იყავი კაცო ლიბერალი, ეს ჩვენი სახელმწიფოა, მაშინ ჩემი თანამოქალაქე ხარ, შენ ჩემი თანამემამულე ხარ, მე რა ლიბერალი ხარ, მე ვარ ნორმალური კონსერვატორი, ოფოფები არა მაქვს ნორმალური კონსერვატორი, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ ეს ძალიან მაგარი რამეა. მაგრამ იმას მიაჩნია, კი ბატონო, მოდი შევეჯიბროთ, ვინ უკეთ გააკეთებს ყველაფერს. აი, ჩვენი ფუნდამენტალური პრობლემა, რამაც მიგვიყვანა ამ საშიშ მდგომარეობამდე. შემდეგი კითხვა. სწორი დიაგნოზის საქმის ნახევარია, თავარი მკურნალობის თემაა. საკითხი სასიცოცხლოდ გადამწყვეტია. რით და როგორ? ძალიან კარგი პიროვნება სვამს ამ კითხვას. მე დადებითად მომიხსენია, რომ ამ ანალიზში არის გარკვეული წვლილი და ასე შემდეგ, მაგრამ მე აქ მინდა უპასუხო მას, ხომ? დიაგნოზის გარეშე შენ ვერ დასახავ გზებს და მე არა მარტო დიაგნოზს ვაკეთებ, არამედ ყველანაირი გზები მოხაზული მაქვს. საუბრობ ერთადერთ გზაზე, სანამ ქართველთა გაერთიანება, არა პარტია, არა მოძრაობა, არა საჯარო რეესტრიანი ბეჭედ დასმული ქაღალდით ვიღაცის ნებართვამოცემული, არამედ ქართველები, რომელსაც ეს ქვეყანა უნდა, ძალა არ იქნება, შევიქენით ძალა, რა გავაკეთოთ? ყველა დაინტერესებულ პირს თუ არ გეზარებათ, მოგზანდით, მე სტუმრეთ უნივერსიტეტში, მე განახებთ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფცია როგორი იყოს, განახებ ტომებია, წაიღეთ კი არა, წაიკითხეთ, მერე წადით და სადმე მოძებნეთ ანალოგი, ამიტომ რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა გავაკეთოთ, რანაირი სახელმწიფო კონსტრუქცია უნდა ავაგოთ. ეს ყველაფერი გაკეთებულია. მე რო ეხლა ამაზე ვისაუბრო, ძალა არ არის ამის გაკეთება. მე ვიყავი პარლამენტში და წამოვედი. იქ შანსი არ იყო რაიმეს გაკეთების. 10 კაცი რომ მენახა, რომელიც საქართველოს მომავალზე ფიქრობდა და მზად იყო მოქმედებითი, მე ყველაფრის მზად ვიყავი. მე არ წამოვიდოდი, იმიტომ რომ პარლამენტი არის ფანტასტიკური ტრიბუნა საჯარო პირისთვის, მით უმეტეს მაშინ პირველი არხით გადაიცემოდა ყველა სხდომა და ყველაფერი სახეზეა, ხო? ესე იგი, პარტიები დაიშალა, მორჩა, ფულმა გაანადგურა ისინი, როგორ შეიძლება პოლიტიკურ ცხოვრებაზე ლაპარაკი, როდესაც პარტიები ერთმანეთს არ ელაპარაკებენ, პრობლემებზე არ მსჯელობენ, ადამიანებს არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ რა არის უკეთესი, არის დემაგოგია, ნახეთ, ეხლა არჩევნები მოდის, რა დღეშია ხელისუფლებაში მყოფი პრობლემური პარტია, ოცნება, მორევა და რაშია ქართველების შეცდომა.
რა გაეპარათ ქართველებს, უბრუნდები წინა ნათქვამს, რომელიც დასავლეთიდან რა უნდა წამოგვეღო. დემოკრატია არ არის ფასეულობათა სისტემა. ეს მხოლოდ გაუნათლებელი ხალხი ლაპარაკობს. მე ეს პროფესიულად მაქვს ინსტიტუციონალურ ეკონომიკაში, არა უბრალოდ გარკვეული, არამედ ინსტიტუციონალურ ეკონომიკას ყველაფერი შესწავლილი აქვს, მათ შორის დახურული არაფორმალური სტრუქტურები, როგორიც არის ნათესაურ, გვაროვნული კლანები, კრიმინალური სამყარო, მაფია, საქართველოს თუ რუსული თუ საბჭოთა რომ ვიტყვიან კრიმინალური სამყარო და ეს ინსტიტუტებია, უნდა არაფორმალური ინსტიტუტები, სადაც არაფორმალური ინსტიტუტები, ადაწესები, ჩვევები და ასე შემდეგ მუშაობს და ასე შემდეგ. დემოკრატია არის მშრალი რამ. ხასუსამ, ამიტომ, როდესაც პოლიტიკოსი გეუბნება, რომ დემოკრატიული ფასეულობები ევროპიდან უნდა წამოიღო, უნდა იცოდე, რომ შენს წინ დგას იდიოტი. შენს წინ დგას გაუთლელი, უბიცი, რომელსაც შენ მიჩერები ხარ და მოგწონს, რომ სისულელეს ამბობ. დემოკრატია არის მხოლოდ პროცედურები, ანუ წესი და პროცედურა, ადამიანთა ერთი ჯგუფიდან როგორ გადავცეთ ხელისუფლება მეორე ჯგუფს. ანუ რა უნდა ვქნათ, დაინიშნოს არჩევნები, მივიდეთ, ჩავყაროთ, მე ვიღაცამ უნდა დაითვალოს, გამოაცხადოს და ასე. ანუ იმ ქვეყნებში, რომელსაც დემოკრატიულს უწოდებენ, არჩევნები არის არა ის საზიზღრობა, რასაც დღეს ყოველ დღე ერთი თუ მეორე მხარე ეწევა, არამედ არჩევნები არის კადრების როტაცია. არჩევნები არის კადრების როტაცია და სხვა არაფერი. არჩევნები არ არის ორ მტრულ ბადაკს შორის ერთმანეთთან დაპირისპირება, გახლეჩილი ქვეყანა და ორი აი მოტყუებული ნაწილი საქართველოსი ერთმანეთს ებრძვის, რომ მისი ბელადი უკეთესია ვიდრე არა სხვისი ბელადი. ხასუსა საქართველოში არჩევნები არ წარმოადგენს როტაციას, ანუ კადრების ცვლილებას, მეტი არაფერი არ არის არჩევნები. და მე არაერთხელ მithქვამს ამას. ისეთ არ შემდგარ სახელმწიფოში, როგორიც არის საქართველო. ყველა ნებისმიერი, აი გაიარეთ წარსული თითეული არჩევანი, ეს იყო ყოველთვის, არჩევნები ყოველთვის იყო დესტაბილიზაციის წყარო. აქედან მთავარი დასკვნა. ყველა ისეთ არ შემდგარ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არჩევნები ყოველთვის იქნება მტრულ ბანაკებს შორის სამკვდრო სასიცოცხლო დაპირისპირება მხოლოდ იმის გამო, რომ ძალაუფლებაში მოვიდნენ ან დარჩნენ, რადგან არ შემდგარ ქვეყანაში ძალაუფლებაში ყოფნა არის ბიზნესი ნომერი პირველი. ამაზე უკეთესი ბიზნესი, ამაზე უკეთესი საკუთარი მიზნების მიღწევის საშუალება ქვეყნის გაყიდვის, გათახსირების, რაც განიავების ხარჯზე არ არსებობს. დააკვირდით ყველა ხელისუფლებას. მოვიდნენ არაფრით და წავიდნენ არანორმალური ფული დაიღეთ უნება წინა ხელისუფლება. რა მნიშვნელობა აქვს შევარდნაძის ხელისუფლება, ნაცმოძრაობა ერთია, ოცნება ერთია ეს ყველაფერი. ნახეთ ოცნება, რომელსაც 2012 წელს არაფერი არ ქონდა, თითო 200 ქონდა რაღაცები, ეხლა რა დღეში არიან, ნახეთ. მართლა რო გამოიძიოს დღევანდელმა ხელისუფლებამ 2012 წლიდან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რა სიგლახეები აქვს ნაკეთები ოცნების მაღალჩინ ოცნებს ყველა დასაჭერი იქნება. მე მაშინაც როცა მე აბსოლუტურად ღია
პოზიცია მქონდა ნაციონალური მოძრაობის დროსაც, ძალიან კარგად ვიცნობდი მათ, არანაირი შეზღუდვა ტელევიზიაში მე არ მქონია. ხას უსვამ, ცოდვაში უნდა ჩავდგა ფეხი, მაგრამ საკუთარ ტელევიზიებშიც მიწევდნენ. მე ძალიან კრიტიკული ვიყავი, მით უმეტეს მიშელ სააკაშვილის ინიციატივით, მან გადმოდგა პირველი ნაბიჯები საუკეთესო ურთიერთობისთვის, რადგან მე არ შემეძლო ამ ინიციატივის გაკეთება, იმიტომ რომ მე მაინც რეგიონიდან ჩამოსული კაცი ვიყავი, მართალია მეტნაკლებად გახმაურებული, მაგრამ შენ ჩამოდი და დაგვდა აქ ხელისუფლების 50%. ჟვანია სააკაშვილი ეს იყო ხელისუფლების 50%. მეორე 50% ჰქონდა ედუარდ შევარდნაძეს. ეს ორი კედელივით იყო ერთმანეთთან. თუ პრეზიდენტი გავიდოდა მომსახურების არიდან, პარლამენტი მას დაბლოკავდა და ჩვენ გავაკეთეთ ეს თავის დროზე. თუ პარლამენტმა მოიდომა გასვლა და ესე ჩემ დროს მოყვა, როცა 2001 წლის კრიზისი იყო, ჩვენ შევძელით შიგნიდან და უკვე პრეზიდენტის მხრიდანაც ისე მოხდა, რომ ეს ყველაფერი დაიბლოკა. ეხლა მოშლილია ეს ყველაფერი. ესე იგი, ჩემი ტელევიზიების აკრძალვა, თუმცა რაღაც მინდა ტექნიკის განვითარება, აგერ არის ტელევიზია და თუ ვის სურვილი აქვს, მადლობა იმ 10,000-ობით ადამიანს, რომელიც უყურებთ. ერთადერთი ვინც აკრძალა ჩემი მის ხელმისაწვდომდე და ოპოზიციაც იგივეა, იმიტომ რომ არც ოპოზიციაში არ მქონია მე რაიმე პრობლემა, იმიტომ რომ ყველა მის შევი პოზიცია, იციან საიდან მოვდივარ, რა პოზიციები მაქვს. 2015 წლის შემდეგ ყველაფერი აკრძალა ტელევიზიებში ამ ოცნება, რომელიც დემოკრატიისკენ და შინ ღირსებით მიდის ევროპისკენ. სულ არ მაწუხებს ეს, არაფერი არ მომკლებია, პირიქით დიდი მადლობა, რომ მასე მოიქეცით და ყველაზე მეტად საკუთარ თავს ავნეთ. ესე იგი, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს რა ფუნდამენტალურ საკითხებზე ვისაუბრებთ. ეს არ არის მომწონს არ მომწონს. ეს თემები არ არის შენ რა მოგწონს მე რა მომწონს. არა, ეს ფუძე თემებია. მეცენი არ შეიძლება მომწონდეს არ მომწონდეს, ეს ასია. ამაზეა აგებული ყველაფერი. ჩვენ ეს მოვშალეთ და შესაბამისად გვაქვს. ესე იგი, ჩვენ სანამ ქართველები ძალა არ იქნება, სანამ ის არ აიძულებს ყველას, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოთ ის, რაც ქართველებს უნდათ, ქართველების დღევანდელ გაერთიანებაში არის ყველაფერი. კიდევ უფრო მეტი იქნება. როგორც გითხარით, 1 ოქტომბერს მე დავიწყებ ლექციების კითხვას და ეს გაკეთდება ქართველთა დიდი გაერთიანების ოფისიდან მათი ამ მოძრაობის და ამ ერთობის ეგიდით რუბრიკა იქნება განათლება პროგრესისათვის. მე წავიკითხავ ფუნდამენტალურ ლექციას ეკონომიკაში. ისეთ ლექციას, რომელიც შეიძლება ძალიან ბევრ ტოპ უნივერსიტეტშიც არ იკითხებოდეს და რატომ ამაზე შემდეგ გეტყვით, იმიტომ რომ მე ჩემს თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა მოისმინოს ის ლექცია, რომელიც მათ იმ უნივერსიტეტებში, იმ ნეოლიბერალურ ბოლონიის ჭაობში ამოგანგლულ ვითომ უნივერსიტეტებში ასწავლიან მათ. მე ამას გავაგრძელებ. ამიტომ აი ჩვენი კურსი, ჩვენ კიდე დღეს გქონდა შეხვედრა, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. ეს იქნება ციკლი 16 ლექციისგან, როცა ამას დავასრულებ, თამაშების თეორიას დავიწყებ ეკონომიკისტით და ვეცდები და შემდეგ კიდე გეუბნები ეს ყველაფერი ჩაიწერება, პირდაპირ ეთერშიც გადაიცემა, ეს კეთდება ქართველი ახალგაზრდებისთვის. ეს არის ის გზა ქართველმა ახალგაზრდებმა, ვისაც ფანტასტიკური რამე აინტერესებთ, რასაც ეკონომიკური მეცნიერება ქვია, საოცარი რამეა. მიუხედავთ იმისა, რომ ეს ძალიან სერიოზული კურსია, სერიოზული მათემატიკით, მე ეკონომიკის ცოდნა არ მჭირდება ამ კურსის მსმენელების, ვინც იქნება.
თუ რაიმე იცი დაივიწყეთ, ჩვენ თვითონ ავაწყობთ იმ დიდ კონსტრუქციას, დავაწყობთ ცოტა სხვანაირად, როცა ამოვალთ შიგნით ეკონომიკის გულიდან, რაც შეეხება მათემატიკას, რაღაც ელემენტარული წარმოდგენები იყოს, თუმცა ყველაფერს რაც იქნება, მათ შორის ძალიან რთულ რამეებსაც მე თვითონ ავხსნი, ისე რომელიც ყველასთვის გასაგები იქნება, რა თქმა უნდა, ეს არ არის ლექსი, რომ მოისმინო და ისიამოვნო. რასაც მოისმენ, ნამდვილად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამას მუშაობა დაჭირდება, ვისაც უნდა ჩაწოდეს, სწორედ. აი ეს არის ჩემი პოზიცია. განათლების გზით, მეცნიერების გზით, ქართველების შეთანხმებით გზით, ქართველების შეკვრის გზით, იმიტომ ჩვენი ქვეყანა არის. გინდა პოლიტიკაში ყოფნა, მოდი, ოღონდ ამ ქვეყანას ემსახურე. სანამ ქართველები ძალა არ იქნება, ყოველთვის ასეთი ხელისუფლება გვექნება. დღევანდელი ხელისუფლება ისევე გამანადგურებელია ქვეყნისა, როგორც გამანადგურებელი იყო წინა და არაფერს ვამბობ შევარდნაძის იმ მომწამლელ რეჟიმზე, რომელიც ფუძე არის ორი შემდეგი ხელისუფლების. აი ეს არის ყველაფერი გაკეთებულია. მზად ვარ, ეხლა მე რომ ეკონომიკა როგორი უნდა იყოს, მაკროეკონომიკური პოლიტიკა, ფისკალური პოლიტიკა, ჩემი წიგნში არის ეგერ შესანიშნავი, კიდე მონოგრაფია, კიდე ლექციებია, კიდე რა ვიცი, ხო? არ იქნება სწორი, იმიტომ რომ ამის გაკეთებას უნდა ძალა. გინდათ მაგარი ქვეყანა გავაკეთოთ. აბა რა გინდათ? გვეშველება რა? ვიღაცა გამოჩნდება, ხო? არ გამოვა. შემდეგი კითხვა. სულ ვინტერესდები და ვერაფრით ამოვხსენი, რა იყო ბიძინა ივანიშვილის რეალური მიზანი, რატომ შექმნა ეს პარტია და რატომ მოვიდა ხელისუფლებაში. საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მისცა ხმა, კითხვის ნიშანია. რამდენად სამწუხაროა, რომ საქსტატის მონაცემებით 24 წელს ინფლაცია იყო 1,9. მოდი ამითი დავიწყებ. საქართველოში თურმე 2024 წელს ინფლაცია იყო 2%, ანუ ფასები შეიცვალა თურმე 2%-ით, ამდენ საქსტატი თვითონ ეწინააღმდეგებდა. კოლოსალური ცვლილება ფასების, არანორმალური. ეხლა მიაქციეთ ალბათ ყურადღება. ეხლა არის გაქანებული აქფლაცია. ანუ საშინელი ფასები, სწრაფი ტემპით მზარდი ფასები ყალიბდება აგროსამრეწველო პროდუქციაზე. წარმოუდგენელი. ორიოდე დღის წინ გუდვილში ვიყავი, ხილი მინდოდა, ზუსტად ჩამოგეთვლით. კარგი ვაშლი იყო, 8 ცალი ვიყიდე, დიდი ვაშლები. ვიყიდე 6 ცალი ატამი და ვიყიდე 8 ცალი ვალშატამა და 4.5 ლარიანი რაღაც სულგუნი იყო დაჭრილი. გადავიხადე 42 ლარი. ერთი კვირის მერე მოიკითხეთ ფასები რა იქნება სასამეურნეო 1 კილო ლობიო. უკვე 10 ლარს ასილდა. ყველაზე ლაპარაკი არ არის, თან უვარგი სიყველი. ფასი სულგუნი კოლოსალური ფასები, ხორცი 34 ლარი, ეს მინიმალური ფასია. გეკითხებით. ამ საშინელებას ალტერნატივა რა აქვს? არ არის? მაშინ იქნებით ამ მდგომარეობაში. უარეს მდგომარეობაში იქნება, იმიტომ გარბის იქ. ნახეთ, ეხლა თუ არის ლიბერალური სასესხო პოლიტიკა ბანკებში. აბა როდის იყო? როდის იყო, რომ ხალხი იმ ჭაობში უნდა შეეთრიათ, სადაც მას კიშელში მოუჭერდნენ ხელს და აბსოლუტურად დააკაბალეს მთელი ქვეყანა. თქვენ გონიათ შემთხვევით მოხდა ეს? ვინ განაგებს კომერციული ბანკების საკანონმდებლო საქმეს და მათზე კონტროლს ვინ ახორციელებს? პარლამენტი იღებს კანონებს, ეროვნული ბანკი არის სწორედ ის ორგანო, რომელიც მთლიანად განაგებს მონეტარულ, ანუ ფულად საკრედიტო პოლიტიკას. ვინ შექმნა ეს სიმახინჯე?
სიმახინჯე, რომლის მსგავსი მსოფლიოში არ არსებობს. რადგან მოგების ის ნორმა, რომელიც კომერციულ ბანკებს აქვს, მსოფლიოში არ არსებობს. 7-8% მაქსიმუმ, ეს დიდი მოგება, აქ 23-24% კოლოსალური მოგება. ბანკები არიან უცხოელების განკარგულებაში, მართალია ქართველი მენეჯერები არიან, მაგრამ ეს გააკეთა საქართველოს ხელისუფლებება. უნივერსალური საბანკო სისტემები თავიდან ბოლომდე არის საქართველოს ხელისუფლებების კისერზე, ნამუსზე და სინდისზე. ამიტომ გაძარცვეს ქართველები. მიზანი რა იყო? მიზანი არის ის, რასაც ახლა უბრუნდები კითხვას. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი მისი პირადი ინიციატივით თუ გახსოვთ, ის 2011 წლის ოქტომბერი თუ ნოემბერი იყო განცხადება რო გაკეთდა. ზუსტად იმავე დღეს მე ვიყავი სრულიად შემთხვევით მიწვეული დათო კუპარდიას გადაცემაში და მან წამიკითხა ეს წერილი. ჩემი რეაქცია იყო საშინელი. მე ვთქვი, რომ ეს არის უდიდესი შეცდომა. იმიტომ რომ კაცი არ იცი ვინ არის, არ გინახავს საქმეში, იცი მარტო რომ ფული აქვს ბევრი და ქართველთა ხამი ნაწილი დაეხამავსო, ამდენი ფული აქვს, ცოტა ჩვენც ხომ მოგცემსო, ხო? ამიტომ სინამდვილეში ნახეთ, ახლა მე ორ პარალელს გავავლებ, როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა ბადრი პატარკაციშვილი, ჩემი რეაქცია ზუსტად იგივე იყო. არადა მე ღმერთის წინაშე ზედმეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი, ბადრის დამოკიდებულება ჩემდავი იყო განსაკუთრებული. მას არ დაუმალავს ეს. მართალია მე მასთან ხშირი ურთიერთობა არ მქონდა, 1-2-ჯერ 3-ჯერ შევხვდით, მაგრამ მან არ დამალა და მითხრა რომ ვიტყვი ამას, იმიტომ რომ საქმეა ეს, ხო, გუჩინო ჟვანიასთან ძალიან დიდი ჩხუბი მქონდაო. ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლო იყვნენ და მე მას ვეჩხუბე იმაზეო, მე შენი ინტერვიუ ვაჩვენე და უთხარი რომ ზუსტად ასე გავაკეთოთ ყველაფერი და რომ იცოდებო, მე შენ ყველა ინტერვიუს ვაკონსპექტებ. ღმერთი ხატის წინაშე შემიძლია დავიფაცო, ერთი სიტყვაც არ ვამატებ. გამიკვირდა, იმიტომ მე მართან არ მქონდა ურთიერთობა, მაგრამ ერთმანეთს ვიცნობთ, ხო? და მე ვიკითხე 12 მილიარდი დოლარის პატრონი შემოდის ქვეყანაში პოლიტიკაში, რომელიც არის დაპირისპირების საგანი. და ჩემი ერთი კარგი მეგობარი, რომელმაც ჩააკითხა ბადრი პატარკაციშვილს ლონდონში, მე ვკითხე, იქნებ კითხო ჩემი სახელით? ვაშინგტონში, მოსკოვში, ბრიუსელში რაიმე დალაგებული აქვს? და როცა ვკითხე, მითხრა რომ ვკითხე ესო, მითხრა რომ ეხლა ვაპირებ ამის ყველაფერსო. როდესაც შემადგენლობაც ვნახე, რაც საჯაროდ ჩანდა მის ირგვლივ, გითხრათ სიმართლე, უკვე ტრაგედია გასაგები იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ამხელა ფულს პოლიტიკაში მით უმეტეს გეოპოლიტიკური დაპირისპირების. ახლა მე კარგ რამეს ვამბობ და ყველა ქართველმა კარგად დაფიქრდეს ამაზე. დიდ ფულს იმ სახელმწიფოში, სამხრეთ კავკასიაში, რომელშიც საქართველოა, რომელიც არის დაპირისპირების ობიექტი, უკონტროლო დიდ ფულს არავინ შემოუშვებს. ამის მაგალითი არის ბადრი პატარკაციშვილის ტრაგედია. ხალხოსა მე გითხარით 2-3 შეხვედრა მქონდა მასთან, ისე რა თქმა უნდა, აი გითხარით რაც მითხრა, მეც დადებითად ვიყავი მის მიმართ განწყობილი, იმიტომ რომ ის ჭკვიანი კაცი იყო, ის არ იყო უჩქო კაცი, მაგრამ ის შევიდა თამაში, რომელიც თამაშის წესებიც მან არ იცოდა. და ეს იყო მისი დიდი შეცდომა. როდესაც ბიძინა ივანიშვილის წერილი წამიკითხა დათო კუპარდიამ მის გადაცემაში, ღია ეთერში მე ვთქვი, რომ ეს არის უდიდესი შეცდომა. საერთოდ არასდროს არ ვყავდა ნანახი ბიძინა ივანიშვილი, მხოლოდ მაშინ როცა მთხოვეს და იქ ეკონომიკის ჯგუფის ხელმძღვანელი ვიყავი, მაშინ შემახვედრეს და მაშინ გამაცნეს.
ნუ ფიქრობთ, რომ კაცმა ერთ დღეს გაიღვიძა და გადაწყვიტა, ახლა საქართველოს მე უშველი და ახლა მოვალ პოლიტიკაში, შევქმნი ამას, შევქმნი იმას და ასე შემდეგ და არა ასე. ასე შეიძლება იფიქროს, შევიკავებ თავს, შერბილებულად ვიტყვი, ასე შეიძლება იფიქროს მხოლოდ კაცმა, რომელსაც ამ ქვეყანაზე არაფერი არ გაეგება. მერე დაემთხვა რაღაცეები და აბსოლუტურად მოუმზადებელი ბიძინა ივანიშვილი თავისი ჯგუფით მოვიდა ხელისუფლებაში, რომ არა სააკაშვილის შეცდომები და სიჯუტე ის დაკმაყოფილდებოდა გაცილებით ნაკლები პროცენტით, ხაზს უსვამთ გაცილებით ნაკლები პროცენტით, მაგრამ თავში ავარდნილი სააკაშვილი გაიყვანეს თამაშიდან, იმიტომ რომ ის უკვე აღარ ემორჩილებოდა მართველებს და წარმოიდგინა თავი როგორც მსოფლიო დონის პოლიტიკოსმა, რომელიც განაგებს ყველაფერს. აქედან ჩემი პასუხი. ეს არ არის შემთხვევითი, 2012 ისეთივე დახურული თემაა ქართველებისთვის, არაგაცნობიერებული, როგორიც არის 2003 წლის ის კლოუნადა, რომელსაც ვარდების რევოლუცია დაარქვეს, ის ტრაგედია, რომელიც 2008 წლის რა აგვისტოს უკავშირდება, ის გამანადგურებელი ტრაგედია, რომელიც სოხუმის დაცემას უკავშირდება და ყველაფრის სათავე 92 წლის სამხედრო გადატრიალება. ესე იგი, საქართველოს უდიდესი ნაწილი ტყუილში ცხოვრობს და ამ ტყუილით სულდგმულობს და არ უნდა დაინახოს ის, რაც არის რეალობა. ჩვენი მიზანი არის, ეს არის ქვეყანა, ეს არის სახელმწიფო. ამ ქვეყნის აქამდე მოტანას 100,000-ობით ქართველი შეეწირა. დღევანდელ ცოცხალ თაობებს ვინ მისცა უფლება, რომ ეს ქვეყანა დაასრულოს, გეუბნებიან დასრულდებიო. არ გინდა არაფრის გაგება და მელაპარაკები ვიღაც ბელადებზე და ალტერნატივა, რაც არა აქვს ალტერნატივა, დაღუპვაც არა აქვს ადამიანებისთვის, დაღუპვაც, გარდაცვალებას ალტერნატივა არა აქვს. გააჩნია, როდის მოხდება. დიახ, ეს ჩვენ გარანტირებულად ვიცით. ადამიანი აუცილებლად წავა იმ ქვეყნად. ამას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ სახელმწიფოდ ქცეული ქვეყნის დაუპვას ალტერნატივა თუ არ აქვს, ეს ყოველთვის არის შიგა მდგომარეობის ბრალი, ეს ყოველთვის არის იმ თაობების ბრალი, რომელმაც თავისი გონებრივი სიმწირის გამო, თავისი გაუნათლებლობის გამო, თავისი უპასუხისგებლობის გამო, თავისი სარწმუნოების, თქვენ გონიათ ეკლესიაში რო დადის ადამიანების დიდი ნაწილი გამოდის მერე და იგივე ბელადს დასდებს, ეს არის ქრისტიანობა და ეს არის წმენა, ჩვენ ფანტასტიკური რელიგია გვაქვს, საოცარი მართლმადიდებლობა, საოცარი რელიგია. თუ რაიმე ზიანს ვაყენებთ, ისევ ჩვენ ვაყენებთ და ნუ გონიათ, რომ გარედან შეიძლება ამ ფანტასტიკურ ინსტიტუტს რაიმე ზიანი მიაყენოს, ვერ მიაყენებს. ჩვენ გვაქვს საოცარი კულტურა და თქვენ მეუბნებით, რომ ქვეყანა გვეღუპება თვალწინ და ამას ალტერნატივა არ აქვს, კაცო. ამქედან ვერ უნდა გამოვიდეთ. საქართველოს ყველა პრობლემა დღეს არის საქართველოში. გარე გეოპოლიტიკური დაპირისპირება, რა თქმა უნდა, უშუალოდ გავლენას ახდენს საქართველოზე, მაგრამ რომ არა, ეს წამხდარი სიტუაცია საქართველოში ჩვენ ასე არ ვიქნებოდით. საქართველოში არის წამხდარი სიტუაცია. საქართველოში ხელისუფლება პოლიტიკურ პროცესს არ აწარმოებს. თამაშობს მორევაზე, თამაშობს დესტაბილიზაციაზე, თამაშობს ისეთ თამაშს, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს. დიახ, სწორად დაწერა ამ კაცმა. აი,
12 წელი ხარ ხელისუფლებაში, მართალია არაფორმალური, მაგრამ ხო, შენ დუქნად აქციე, ხო ეს ქვეყანა. კაი, კიდე 12 წელი იქნები. მერე ხო ვეღარ იქნებ. და მერე რა ქნას ამ გაუბედურებულმა ქვეყანამ 12 წლის მერე ეს ქვეყანა ქართველების არ იქნება. თქვენ შიგა პროცესებს ვერ ხედავთ რა ხდება? არა მხოლოდ მუსულმანები ეპატრონებიან ამ ქვეყანას. არა. არანაკლებ საშიში პროცესი მიდის. სხვებიც ეპატრონებიან ამას. რა გავლენაში არის ხელისუფლების უმაღლესი პირები? ამის მიმართ ცალკე საუბრის თემა, ამიტომ ყველაფერის ერთ გადაცემაში საუბარი უბრალოდ შეუძლებელია. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ხელისუფლების ჩანაცვლება? აბა რაზე ვსაუბრობთ? ამ ხელისუფლების დღეს ჩამნაცვლებელი პოლიტიკური გზით არავინ არაა. რატო? მას ყველაფერი უკავია, მიდის კონფრონტაციაზე. ეს ხელისუფლება შეიძლება ჩანაცვლდეს რევოლუციის გზით, რომელიც ასევე უბედურება იქნება ქვეყნისთვის, და მეორე გზა არის, რომელსაც ჩვენ ვამბობთ. ქართველთა დიდი გაერთიანება. ხას უსვამ, კარგად დაუკვირდით. ქართველი ხალხის აქტიური, საღი, უშიშარი, შეუპოვარი, ამ ქვეყნის მოყვარული, წინაპრის მოყვარული, თავისი კულტურის წიაღში აზრდილი ადამიანების ერთობა აიძულებს პოლიტიკოსებს მონახონ საერთოდ. მე განვაცხადე ერთხელ, მართალია ეს იყო 10 წლის წინ, მაგრამ მოუმზადებელი იყო საზოგადოება. ჩვენ როგორც კი ძალა ვიქცევით, ამას გავაკეთებთ. ერთად ისტორია, ისევე როგორც სამოქალაქო ომის შემდეგ ესპანეთში ცნობილი ციხესიმაგრის ეზოში მთელი ესპანეთის პოლიტიკური სპექტრი მიუჯდა მაგიდას და შეთანხმდნენ თამაშის წესებზე და ჩვენ ზუსტად ამას გავაკეთებთ. ერთ-ერთ გამორჩეულ ისტორიულ ადგილზე ყველა მეტნაკლებად პასუხისგებლობის მქონე პარტიას ლიდერებს დავაჯენთ და შევათანხმებინებთ თამაშის წესებს. თუ მათთვის საქართველოს ძვირფასია და ეს სახელმწიფო ხელუხლებელია, თუ ქართული კულტურა ეს საოცრება უნდა ვითარდებოდეს თავისი წიაღიდან ამომავალი ტრაექტორით, თუ ქართული ენა ფანტასტიკური ეს ცალკე თემა და ამ სამის მატარებელი ყველაზე ძვირფასი ქართველი ხალხი ღირებულია ამ პარტიული ლიდერებისთვის, ჩვენ ერთად დავჯდებით და შევათანხმებთ. თქვენ ხართ ლიბერალი, ვიღაც ლეიბორისტია, ვიღაც სხვა არის, სხვა რამე მნიშვნელობა. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ჩვენი საერთო. თუ ეს ჩვენი საერთოა, ჩვენ მოვილაპარაკებთ, როგორ ვიცხოვროთ, საერთო მომავალი როგორ გქონდეს. თქვენ ამბობთ, რომ თქვენი გზა ჯობია, მე ვამბობ, რომ ჩემი გზა ჯობია, შევეჯიბრებით ერთმანეთს. ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ იმიტომ გვინდა სამართლიანობის აღდგენა და დამხობილი ხელისუფლების არა უბრალოდ სიმბოლურად, არამედ სამართლებრივ პოლიტიკური აღდგენა, რომ გამთავისუფლდეთ წარსულისგან, დაინიშნოს ახალი არჩევნები უკვე სამართლიანი საარჩევნო კანონით, მივიღოთ და გავასამართლოთ თუ რაიმეა გასასამართლებელია და ყველაფერი გავანულოთ და ამინისტია გავაკეთოთ. ეს არის ჩვენი იდეა. ამიტომ ეს იდეა მე არ გამიხმაურებია ამ ბოლო პერიოდში, ამ ბოლო წლებში, თუმცა ადრე გავაკეთე, ჩვენ ამას გავაკეთებთ, რომ ქართველების ძალას, რომელი პოლიტიკური ლიდერი უარს იტყვის ამაზე, მაშინ ის ვერ იარსებებს ქართულ პოლიტიკურ სისტემას. ჩვენთვის სულ ერთია. ამ შეთანხმებულ რეჟიმში ჩვენ ქართულ გაერთიანებაში შეთანხმებული ვართ. ჩვენ იმისთვის კი არ ვაკეთებთ, რომ ჩვენ მივიღოთ არჩევნებში, ჩვენ ვიდა დავალაგოთ ეს ქვეყანა, ჩვენ აუცილებლად დავალაგებთ ამ ქვეყანას. ყველა მიუჯდება მაგიდას ისტორიულ, ძალიან მნიშვნელოვან ქართულ ციხესიმაგრეში, მონასტერში თუ შევთანხმდებით ამაზე, არის რამდენიმე. ყველა პირდაპირ ტელევიზიით გადაიცემა ეს და ყველა შეთანხმდება იმაზე. ამის მერე ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, ჩვენი მისია ამოწურული იქნება
და დალაგებულ ქვეყანაში მე დარჩენილი ცხოვრება მინდა ჩემს უახლოეს ადამიანებთან ერთად გავატარო. ამიტომ კარგად დავალაგოთ. აი გუშინ თუ დღეს მე დავდე 12 სექტემბრის გადაცემა, სადაც ზაქარია როჭიკაშვილია წამყვანი, მე და დათო ჯაბუკაშვილი ვსაუბრობთ. ვიღაცა გამოხტა იქ კომენტარებში. ვიღაც ახმახიარი. აუ თქვენ არა ხართ ის ხალხი. ამას რო გააკეთებთ. შენი პატრონი დედაც. ვისი გამკეთებელი ხარ? თუ რაიმე გამკეთებელი ხარ, შეგიძლია ნაბიჯი გადადგა, ოფლიღვარო იმისთვის, რომ ეს ქვეყანა უკეთესი. ჩვენ არაფერზე არ ვიხებთ უკან, ვშრომობთ, მუშაობთ, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ამ ჭაობში არ იყოს. თუ ჩვენ მოვინდომებთ და აუცილებლად მონდომებული ვართ და მინიმალურად აუცილებელი ქართველი ხარს დაუჭერს საკუთარ ქვეყანას, მე კიდე გეუბნებით, მე მხარდაჭერა არ მჭირდება, მე ვერსად ვერ მომცემთ ხმას, იმიტომ რომ მე რო ამას ვაკეთებდი არჩევნებისთვის, მე კიდე გეუბნებით, ძალიან ცუდად უნდა შემხედოთ. გამოდის რომ მაშინ მე სხვა რამეს გავაკეთებდი. სხვასთან ერთად პარტიას გავაკეთებდი და პარტია. არა. პარტიით არ გაკეთდება, ეს პარტიით არა. ასე გაკეთდება, თუ გვინდა ეს ქვეყანა. თუ არ გვინდა ეს ქვეყანა, ეს ალტერნატივო ხალხი სანამდე მიიყვანს ამ ქვეყანას 7-8 წელიწადის შემდეგ საქართველოში ქართველები ეროვნულ უმცირესობაში იქნება. კიდე გეუბნებით, მართლა გააქვთ წარმოდგენილი, რას ნიშნავს საკუთარ ქვეყანაში ეროვნულ უმცირესობაში დარჩეთ? რატომ ახმიანებს ხელისუფლების ორგანი ტელევიზიები ოცნებას გასაგებია და გირჩს? ეს გირჩია, ხო? როგორ რა თქვა? კარგად რო ვიცხოვროთ, ჩვენო 11% უნდა დავშეთო ქართველებიო და უვარგესი ხალხი რა, ქვეყანას ვერული, ამიტომ 11% ჩვენ დავჩებით და ამ ქვეყანას მოულიან სხვები და მე კარგად ვიცხოვროთ ჩვენო. თქვენ რა გონიათ ეს გირჩი, რატო შემოათხრიეს ამ პოლიტიკურ არენაზე? შემთხვევით გონიათ? ვიღაცას ხო უნდა ეთქვა, ეს ისეთი ხალხია, ვინც აღიარა ეს. მაგრამ ეს ჭირდებოდა, ვინც აფინანსებს ამ ხალხს. ვინ აფინანსებს? ახლა მე არ მოიშვიდოთ ჩემს ხელი. არ ვაფინანსებ მე მაგათ. დამფინანსებელს ახლა თუ კარგად მოძებნით, ასე თუ ისე მიხვდებით. ესე იგი, რა მინდა? ძალიან აქტიურად მინდა დარჩა წინა 4 შაბათიდან რამდენიმე კითხვები, რომელიც ამ ჩარჩოს სცილდება. ამიტომ მე ყველა ამოწერილი მაქვს და აუცილებლად გიპასუხებთ. ამიტომ არ ჩათვალოთ უბრალოდ. არ შეიძლება ავჭრა ერთმანეთში ძალიან ბევრი რამ. ეხლა მე ვეცადე რომ ერთ კონცეფციაში მოთავსებული კითხვებზე მეპასუხა. ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო კითხვებია, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს გამოხმაურებებს ხალხს უსვამ. მე მინდა დასვათ კრიტიკული კითხვები, რაში არ ეთანხმებით ჩემ მოსაზრებებს. ერთმა ძალიან ახალგაზრდა გოგონა არის, მითხრა რომ თქვენ კაცი კითხვას ვერ დაგისვამთო, კაცო. არ დაგისვია ქალბატონო, ახალგაზრდა ქალბატონო, კითხვა. თქვენ ადაგით და მცდარი შეხედულება ჩამოაყალიბეთ და მე გითხარით რომ ეს მცდარია დამოუკიდებლობასა და ნეიტრალიტეტს შორის იყოს საუბარი. ესეც კარგი კითხვა, ბარემ ამას უპასუხებ და დავასრულებ. მე როცა ვსაუბრობ მიუმხრობლობის პოლიტიკაზე, ეს აბსოლუტურად სხვა პოლიტიკა, რომელიც დღეს უალტერნატივოა საქართველოსთვის. მიუმხრობლობა ნიშნავს შენ რეალურად გააზრებული გაქვს, რომ ორ უდიდეს მსოფლიო ძალას ერთმანეთში აქვს დაპირისპირება. შენ არ შეგიძლია და შენი სახელმწიფოს ინტერესი მოითხოვს, რომ არ შეხვიდე ამ კონფლიქტში. მაგრამ შენ მტრად ვერ მოეკიდები ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც. შენ ორივე მხარესთან უნდა იმუშაო პრაგმატულად, გონივრულად, შენი რესურსი შესთავაზო ამ კონფლიქტის დარეგულირებისთვის და მიუმხრობლობა ნიშნავს იმათ, რომ
ამერიკელებმა უნდა იცოდეს, რომ საქართველო არასდროს იქნება გამოყენებული რუსების მიერ ამერიკელების წინააღმდეგ და რუსებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველო არასდროს იქნება გამოყენებული ამერიკელების მიერ რუსების წინააღმდეგ. ეს არის ერთადერთი მთავარი თემა. ნეიტრალიტეტი ეს სხვა რამეა. ნეიტრალიტეტს შენით ვერ გამოაცხადებ. არ გამოვა, იმიტომ რომ სამხრეთ კავკასია არის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ძალიან დაპირისპირებული მხარე, ამიტომ იმისათვის, რომ შენ ნეიტრალური გახდე, ამ ორ დიდ მოთამაშეს ერთმანეთთან პირი უნდა ქონდეს შეკრული, რომ ჩვენ გვაწყობს, რომ ეს ქვეყანა იყოს ნეიტრალური. გამორიცხულია, რომ რუსებმა და ამერიკელებმა, ამიტომ მე ყველა ის მიამიტური პოლიტიკური შეხედულებები, რომელიც ნეიტრალიტეტს არის აბსოლუტურად, კიდე გეუბნები, ძალიან კარგი ხალხია, ძალიან კარგია ნეიტრალიტეტი, ვერ იქნები. ნეიტრალური რა არის ცით პოლიტიკაში? როგორც ადამიანი, ნეიტრალური ადამიანი, ეს არის ადამიანის სასაფლაოზე. იმ ცნობილი მოწყობილობების ქვეშ. ეს არის ნეიტრალური ადამიანი. ნეიტრალური ვერ იქნები. სახელმწიფო ნეიტრალური ვერ იქნება, იმიტომ რომ სახელმწიფოს აქვს საკუთარი ინტერესები, თუ ეს სახელმწიფოა და ამ სახელმწიფოს ინტერესების გატარება შესაძლებელია მოცემულობის პირობებში. რუსეთი, თურქეთი, ირანი, ჩინეთი, ამერიკა, ევროპა და ასე შემდეგ. რა ნეიტრალური ვერ იქნება. ეს სხვაობა არის, მე ეს ავხსენი ქალბატონს. ამიტომ თუ კითხვას მისვამთ, კითხვა დამისვით, მე ყველაფერს თუ ჩემს მოსაზრებას აკრიტიკებთ, მოხარული ვიქნები, იმიტომ რომ მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც შეუძლია შეცდომა გაასწოროს. მე არც იმის თქმა მომერიდება, რომ აი აქ არასწორი იყო ჩემი აზრი, გავასწორებ ყველაფერს, მაგრამ მე მიმტკიცებთ თქვენ მოსაზრებებს. არ მაინტერესებს მე მინდა ამ გადაცემებს და ამ უზარმაზარ ენერგიას, იმიტომ ჩემი თავიდან იმიტომ უშვებ, რომ მე ყველაზე მნიშვნელოვანი მაინტერესებს ჩემი ქვეყანა არ იყოს ჭაობში. ჩემი ქვეყანა არის ჭაობში და ეს ქვეყანა რო ჭაობში არის, ჩვენ ყველანი ვართ მეტნაკლებად დამნაშავები. ახლა არ მითხრათ ვიღაცა მეტი, ვიღაცა ნაკლები. ასე ცხოვრება არ შეიძლება. ასე გონიერი ხალხი არ ცხოვრობს. ამიტომ მე მზათა ვარ კრიტიკისთვის, ყველანაირ კითხვას კიდე გეუბნებით, ხო ხედავთ, ფაქტიურად არ ვტოვებ არაფერს. მადლობა ყველას, დღეს აღარ შეგაწუხებთ მე, დაგემშვიდობებით. ჩვენ ხვალ შევხვდებით 21 საათზე. ეს იქნება მიმდინარე პროცესების ანალიზი, ეს იქნება მე აუცილებლად საგარეო პროცესებზე ვიტყვი, იმიტომ რომ საოცარი რაღაცები ხდება. კიდე გეუბნებით, ერთი კვირა წინ რაც იყო, სულ სხვა რაღაცებია, დღეს სულ სხვა ნიუანსები გამოჩნდა და რა თქმა უნდა მე შიგა პროცესების ანალიზს გავაგრძელებ, იმიტომ რომ ეს პროცესები რაც ხდება, ეს დაჭერები, ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლება მიცის. მას 4 სექტემბერს ექნება დიდი პრობლემები. წინა გადაცემის პასაჟებს აღარ გავიმეორებ, ჩვენ კრიზისიდან ასე ვერ გამოვვლათ. ამიტომ 27 სექტემბერს ყველას, ვისაც ქართული სისხლი უდუხს ძარღვებში, ქართული გონება, ქართული კულტურა, ერთად დაუდგეთ რუსთაველის მეტროსთან ამ ქვეყანას ვაჩვენოთ ერთ მხარესაც და მეორე მხარეს, რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა. თუ თქვენ ხართ ხელისუფლებაში, პოზიციაც და ოპოზიციაც ორივე ხელისუფლებაა. კეთილი ინებეთ, ერთად მოილაპარაკეთ, სასიკეთო რამე გააკეთეთ, თორე ეს კონფრონტაცია თქვენ არ გაგივათ. დღეს გაგივათ, ხვალ არ გაგივათ. ქართველები აიკრიბებიან საქართველოში ქართველთა დიდ გაერთიანებას წინ ვერაფერი ვერ დაუდგება. დაუდგება? მაშინ ჩვენ სუსტები ვყოფილვართ, დაგვიდგენთ და ახლა წავედით სახში დავანებეთ ამას თავი. დაიკარგება ქვეყანა. ახლა ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ. დავკარგოთ ეს საოცრება, რასაც ქართული
ქართველების ქვეყანა ქვია, ქართული კულტურა, ქართული ენა, თუ ამისთვის შევიკრათ როგორც სერიოზული ძალა და აბსოლუტურად ცივილიზებული, ოღონდ ძალიან ხისტი პოზიციიდან ყველაფერი ისე გავაკეთოთ და გავაკეთებინოთ ყველას, როგორც საჭირო. არ გააკეთებენ? ძალიან კარგი, მაშინ სხვა სცენარი მოიძებნება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ, ხვალამდე გემშვიდობებით.